არ აქვს მნიშვნელობა ეს ხურდობა იქნება, ანუ სიტუაციას არ აქვს გააჩნია. ამ მის დამალვა არის თუ არა ცოდო? სიმართლე რომ დამალო. ქართველებს გვაქვს ასეთი ანდაზა. ზოგჯერ თქმა ჟობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. აი წეხან რომ შეკითხვა დამისვიდა, ასე გითხარი რომ ზოგადი კითხვა არის, თქვა, ზოგადი პასუხი სტანდარტულად არა აქვს მაგას, შეიძლება ასე იყოს, შეიძლება ესე იყოს. რახეთ ახლა სიმართლის დამალვა? სიმართლის დამალვა სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით არის სისხლის სამართლის დანაშაული. ნახეთ, რა სიმართლის დამალვა? თუ შენ ფლობ ინფორმაციას დანაშაულის შესახებ და ამას დამალავს, სისხლის, ანუ მას ქვია სისხლის სამართლის დანაშაული. მაგალითად ახლა ხელისუფლებამ რომ დააფარა ხელი ძველ ხელისუფლებას ამდენი ფაილები რომ გაანადგურა მტკიცებულებები და მერე რომ პროკურატურის თავარი პროკურატურის მოადგილე ნაცვლიშვილმა რომ აღიარა რომ იმდენი დანაშაულებებიაო ესეც ყველა ციხეში უნდა იყონო მტკიცებულებები გვაქვს ამით ხელის დაფარება მოახდინა ამ ხელისუფლებამ ძველი ხელისუფლებას ხელი დააფარა და თვითონ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული შეხედე სიმართლის დამალვა არის სისხლის სამართლის დანაშაული ახლა მოდი რელიგიურ თვალსაზრისით ვთქვათ ყველა ჩვენგანმა უნდა ვეცადოთ ვემსახუროთ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა მაგრამ არსებობს დეტალები რომელიც შეიძლება გამონაკლისი დაარქვა პირობითად იშვიათ გამონაკლისები მაგრამ თავარი სიმართლის ლაპარაკი კი არა თავარი სიყვარულია არის ხოლმე მომენტები მაგალითად ნოე და მისი შვილები ნოე წარღვიის შემდგომ გადმოვიდა და დასახლდა მიწაზე სამი შვილი ყავდა ნოეს სემი ქამი და იაფეთი და ნოემ კარავი გაშალაო მერე ღვინო დააყენაო ღვინო დალიაო ხო წერია ბიბლიაში დათვრაო და შიშველი კარავშიო წაიქცა ანუ ძირს ეგდო ახლა ეგდო ურაცხობით არ ვამბობ მეცვა მამამთავარია და ცუდად კი არ ვამბობ მეცვა დამიფარო ცუდად თქვა ქამმა დაინახა თვრალი ნოე მამა შიშველი ნოე და ძირს წაქცეული ნოე გამოვიდა და გარეთ მოყვა რაც თქვა ქამმა სიმართლე თქვა ყველაფერი არ მოუტყუებია მამაჩემი არის თვრალი მამაჩემი არის შიშველი და მამაჩემი არის წაქცეული ნახე სიმართლე თქვა მაგრამ ქამი დაისაჯა რატო დაისაჯა ქამი სიმართლე ლაპარაკა სინამდვილეში ქამი დაისაჯა არა სიმართლის ლაპარაკისთვის არამედ უსიყვარულების გამო ქამს რო ყვარებოდა მამა როცა დაინახავდა მამას წაქცეულს გარეთ კი არ გაიქცეულდა სალაპარაკოდ ხო ვიცით გელა ხომ დამეთახმები რასაც იზამდა იზამდა იმას ხო ვიცით ყველა რასაც იზამდა და ამ დროს რა უნდა გააკეთო შვილმა ხო ვიცით ყველა რაც გააკეთეს სემმა და იაფეთმა უკნიდან რომ მოსახურავი მოიფარეს რომ მამის შიშველი არ დაენახათო მივიდნენ რომ გადააფარესო და მე აიყვანეს და მოუარეს მამას ნუ ლოგინი ახლა რაც ქონდა დასაძინებელი და იმ ადგილზე ნორმალურად დააწვინეს აი ამას აკეთებს სიყვარული აკეთებს ანუ მამა დიახ ანუ სიმართლის თქმის მოტივს გააჩნია ხო სიმართლის თქმის მიზანი და მოტივი გია რა მიზნით ამბობს სიმართლეს და გააჩნია აი თვითონ კონკრეტული პასუხი სიმართლის ლაპარაკის მაგალითად დავიღოთ აი მაგალითად მეორე მაგალითს გეტყვი მე დავინახე მოდი პირობითად ვიტყვი ჩემ თავზე დავინახე რომ ერთი ადამიანი რაღაც ცუდად მოიქცა არასწორი საქციელი ქონდა მე თუ ეს დავიწყე ხმამაღლა ლაპარაკი დავიწყე თქვა მიკროფონში გამოცხადება პირობითად მე არ ვიქნები სწორი მაგრამ მე თუ მივედი მარტო მასთან და ვნახე და დაველაპარაკე რომ ეს არასწორი საქციელია მაშინ სწორი ვარ ორივე შემთხვევაში სიმართლე ანუ სიმართლის თქმის ფორმა შვილო საჭირო
ფორმა. თქმა სჭირდება ფორმა და სჭირდება ადგილი. ხო გამიგე?